მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვიცით რომ ახალ პროექტს, რომელსაც ქვია მშვიდობის ხე, მოგყვებით ამ პროექტის შესახებ, რა სიტუაციებთ და რატომ გადაწყვეტეთ, რომ ეს პროექტი განხორციელებინათ? პირველ რიგში მოგესალმებით, მიულოცავ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და რწმენაში და სიყვარულში გამთლიანებას ვუსურვებ. ეს პროექტი ზუსტად რაც ბოლოს სიტყვებით თქვი რწმენა და სიყვარული იმას ემსახურება, გვინდა რომ მოსწავლე ახალგაზრდობამ სამშობლოსთვის საკეთილდღეო საქმიანობაში გაიცნოს ერთმანეთი და ვაპირებთ შემდეგს. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის ბავშვები დამეგობრდებიან ყვარლის ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის ბავშვებთან. დამეგობრდებიან იმ ღონისძიებებში, რასაც ქვია ხეების დარგვა და ნერგების დარგვა. ეს ბავშვები ჩამოვლენ და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება კორომი, რომელსაც პროექტის სახელით მშვიდობის ხე ერქმევა, იმიტომ რომ ბავშვებში უნდა იყოს სამშობლოზე ზრუნვა, სამშობლოზე სიყვარული, სამშობლოზე კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ერთმანეთს კარგ საქმეში რომ გაიცნობენ, ხვალ ერთად კაი საქმის კეთების ძალას რომ დაინახავენ, სხვანაირად შეხედავენ მე ამ ყველაფერს და ეს არის ამ პროექტის დედა აზრი, რომ ბავშვებს მშვიდობა უნდათ და არანაირი აპოლიტიკურია ყველანაირად ეს პროექტი და იქნება მხოლოდ საქართველოზე, სამშობლოზე ზრუნვა და ეს არა მარტო ერთჯერად პროექტად გვესახება, არამედ სურვილი გვაქვს რომ საქართველოში ეს ყველა სკოლამ აიტაცოს და ყველა სკოლის ბავშვებმა იგივე პროექტით დამეგობრება მოახერხონ ერთმანეთთან და გამოვა ძალიან ლამაზი საქმე და სამშობლოსთვის აკეთილდღეობა. შაბათს განხორციელდება ეს ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ შეიკრიბება ამ ბავშვების, ეს მშობლები ამ ბავშვების და ასევე ის ლამაზი და შემოქმედი ხალხი, რომლებიც გვერდს მიმშვენებენ, მადლობა მათ ამისათვის, ჩემი მეგობრები არიან, ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვაზროვნებთ და ეს გინდა რომ განახორციელოთ, მოკლედ. რატომ გადაწყვეტეთ, რომ ჩართულიყავით და ვფიქრობთ ამ პროექტის შესახებ? ეს პროექტი არის პირველ რიგში გამაერთიანებელი. ეხლა რო გჭირდება ერთობა და ერთიანობა, ისე რა ვიცი, ყოველთვის გჭირდებოდა, მაგრამ ეხლა ძალიან გჭირდება. ეს პროექტი არის შეიცავს რას ბუნებისადმი სიყვარულს. ამ პროექტში ჩავაქსოვთ კიდე სხვადასხვანაირ ცოდნას, რა არის ხე, ეს ფუძე იონე ზოსიმეს მიხედვით ხე, ეს ფუძე რამდენ სიტყვაშია, სახე, ხელი, ფეხები, შეხე, ნახე, ასე შემდეგ. თუნდაც ის ორი სიტყვა, ჯოჯოხეთი და სამოთხე, ხეებზე არა ლაპარაკი, ჯოჯოხეთი და სამოთხე, ხეთი. აი ამის ისე შეიძლება ძველად იყო დიდი ხეები, აი მაგალითად ერთი ხე მოვჭერით კედარი მირიანის დროს წმინდა სვეტიცხოველი რაზეც აღმოცენდა მე. ასე შემდეგ ეხა ეს ნელ-ნელა გაევრცობა ეს ცოდნა. მაგრამ ძირითადად ეხა ეს თვითონ ეს ფაქტი ხო დაძმობილება ხდება სკოლების, ესე იგი თბილისის სკოლასთან, რომელიმე რეგიონის სკოლის. და ასე შემდეგ ბავშვები დაძმობილდებიან ერთმანეთს გაიცნობენ და ასე შემდეგ და დარგავენ ხეებს, ესე იგი რამოდენიმე კუთხე აქვს რა ამ პროექტს დადებითი. ეს არის და ეს ძირითადად რა. დაძმობილება, ესე იგი ბუნების მოვლა, ეკოლოგია და ღრმა ცოდნა, ნელ-ნელა კიდე დამალული ცოდნების გამოაშკარავება და ასე შემდეგ. ილოცავთ ყველა საღამოს დღესასწაულს და ასე ვიტყოდი მეც აი თითქმის ყველაფერი თქვა ეს ჩემო მეგობრებმა, მაგრამ მე ჩემი მსხვრივ დავამატებდი რომ ეს არის ის პროექტი, რომელსაც ძალუც შეუძლია ადამიანებს შორის იმ რაღაცა ცუდი ენერგეტიკის გამოგაქრობა, რასაც ჩვენ ზიზღის ენას ვეძახით და ეს გვჭირდება ეს ქართველებს, რომ ეს აღმოფხვრათ. და ამას ჩვენ თუ ბავშვებიდან არ დავიწყებთ, ხო, რაც ყველაზე მაღალი და სასიცოცხლოა ჩვენთვის, ხო?
სხვანაირად არ მოხერხდება და იმაზე კარგი რა უნდა იყოს და იმაზე ძვირფასი, როცა ადამიანთან ერთად ხე გარდარგული ერთად ხართ ამაში მონაწილეობ, ეს მე მგონი ყველაზე დიდი დამეგობრების საფუძველია. იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე გავიგე ეგეთი ფრაზა, რომ ადამიანმა თავის ცხოვრებაში სახლი უნდა აშენოს, უნდა ყავდეს შვილი და დარგოს ხე. ესენი ბავშვები არიან. დარწმუნებული ვარ ხეს რომ დარგავენ, მე სახლიც ეკნებათ და ბევრი შვილებიც ეყოლათ ერთმანეთს დაუწონს და ამას ემსახურება. თავშივე სიყვარულის გავრცელებას და რა თქმა უნდა ეკოლოგიას, რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლოს გამწვანებას, ჯანსაღებას და როგორც ბუნებრივად, ასე ვთქვათ, რაღაც ლანდშაფტურად, ასევე ადამიანების სულებში იმის ჩამოყალიბებას, რომ მოდით რა მოვეფეროთ ერთმანეთს, არ ცოტა და ცოტანი ვართ და ხეები დავრგოთ, ვიდრე ვანწყოთ ერთმანეთი და რაღაც ჩავიხუტოთ. ამას ემსახურება და მე ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია ჩვენ ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ფანტაზიის სფეროა, მაგრამ ძალიან ლამაზი იქნებოდა თუ ამას რაღაც ჩელენჯის სახე იქნებოდა ახალგაზრდებში, რომ წარმოიდგინეთ რეგიონიდან მეორე რეგიონში ერთმანეთს ბავშვებმა მშვიდობის ხე დაურგონ და ეს ყველაფერი ასახონ სოციალურ ქსელებში და ასე დამეგობრდნენ და საქართველოს პირველი გახდება ამ ჩელენჯი თუ მსოფლიოში გავიდა მე ეს ამბავი და გავაგებინეთ ვინმე ისეთ ადამიანებს ვინც მოგბაძავენ და ვინც ანალოგიურს გააკეთებენ დედამიწას ფილტვები დაეწვა დღეს დედამიწის დღეა მოიხსენება და გილოცავთ ყველას და დედამიწაზე ყველა დედამიწელმა თუ არ იზრუნა ისე არაფერი გამოვა მხოლოდ თავრობებისგან და ეს პროექტი იქნება ხერხემალი ხო ხერხემალი ხო და ჩელენჯი რო თქვი რა ასე მესახება რომ დარგავს ადამიანი სიტყვაზე ორ ხეს ერთს დაარქვას თავის სახელი და მეორეს დაარქვას იმ ვისაც იწევს ამაში მისი სახელი და უზრდის მშვიდობის ხეს და ძალიან ნიშანდობლივად იგივე უნდა გააკეთოს იმ გამოწვეულმა დაარგოს ორი ხე დაარქვას ერთი თავის სახელი და სხვა გამოიწვიოს და ასე გავრცელდება ქსელურად და იქნება ძალიან ლამაზი ღონისძიებები ხეივნები და ამაში გვინდა მთავრობის ჩართულობა იმ გაგებით რომ ადგილი გამოყონ ამ ხეების დასარგავად ამ ახალგაზრდებს გამოუყონ ადგილი რომ მივიდნენ და ეს ადგილი გაამწვანონ და გაანაშენიანონ და თუ აპირებთ მიმართოს ოფიციალურად კი ბატონო ორგანიზაციის სახელით მივმართავთ და გვინდა რომ ეს ბოლო ზარის და 12 კლასელი ბავშვებს მითო ვიწოთ ამ პროექტში რომ სკოლის დამთავრებისას თან ეს ღონისძიება და ეს ჟესტი გააკეთონ და თან ის ნიშანდობლივი იქნება რომ დამთავრების წელს დაირგო ეს ხეები ამ ბავშვებს და მერიას მივმართე და ხო არ დამავიწყდეს ძალიან მინდა მადლობა მოუხადო იმ კეთილ ადამიანებს ვინც დამეხმარა ამ პროექტის მობილიზებაში ამ ენერგიების მობილიზებაში ამას თავისი გარკვეული ხარჯები ჰქონდა და ესეთი ნოვა კომპანია ნოვამ გაგვიკეთა დიდი დახმარება ასევე პიროვნებებმა რომელსაც მე იმ ღონისძიებაზე ჩამოვთვლით და მოვიწოდეთ და ყველას გავაცნობთ იმ ადამიანებს რა ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები მადლობთ